გაცხადია, საინტერესოა მისი შეფასება ძალიან დაძაბული პერიოდის შემდეგ უკრაინასა და შტატებს შორის ურთიერთობაში. იმედი მაქვს ეს მის სტუმარს უკვე ჩვენი გიორგი მოგესალმებით. მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. გვითხარით თქვენი შეფასება რამდენად დამაიმედებელია ახლა ვითარება უკრაინისთვის მოლაპარაკებათა პირველი რაუნდის შემდეგ. რა გვაძლევს ოპტიმიზმის, რა ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს? მადლობა მოწვევისთვის. დამაიმედებელი იმ კუთხით არის, რომ ის ესკალაციის ფაზა, რაც იყო ამერიკასა და უკრაინას შორის, დასრულებულია იმით, რომ ტრამპმა მიაღწია რაც უნდოდა, რომ უკრაინა დასთანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ყოველთვის ამბობდა, რომ ბრჭყალებში მიაწვებოდა ორივე მხარეს, ხო? ჩავთვალოთ, რომ უკრაინას უკვე მიაწვა და უკრაინისგან მიიღო ის, რაც სურდა. ახლა როგორც უკვე თქვენ თქვით და რუბიომაც თქვა, ბურთი რუსეთის მოედანზეა. რაც შეეხება თავარ კითხვას, ხო, დასთანხმდება თუ არა პუტინი. ჩემი აზრით, ცარიელ ცეცხლის შეწყვეტას პუტინი არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მას უნდა ქონდეს მყარი გარანტიები, რომ ერთ თვეში, ხო, ეს არის 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომ თქვათ რაღაცა პროგრესი იქნება იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც ის აყენებს და ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია, რომ ის საკუთარ მოთხოვნებით უკან იხევს, ხო? შესაბამისად ეს ერთი თვე მით უმეტეს უნდა აღინიშნოს, რომ სანამ კურსკში სამხედრო მოქმედებები გრძელდება, არ ამგონია ის საერთოდ ამ ცეცხლის შეწყვეტა ეს წავიდეს მით უმეტეს კურსკში, შეიძლება დანარჩენ თქვათ უკრაინაზე დასთანხმდეს. ანუ თქვენ ელოდებით, რომ პუტინი შეიძლება არ დათანხმდეს სრული ცეცხლის შეწყვეტას, იმას, რასაც უკრაინა დათანხმდა. ასეთ შემთხვევაში რა მოხდება, ბატონ გიორგი? არასრული იმთავითვე განწირული იყო, იმიტომ რომ ეს ახლა ხელს ფეხშეკული ომი არც ერთ მხარეს არ აწყობდა და ახლა არასრული იმთავითვე განწირული იყო, რაც შეეხება სრულ ცეცხლის შეწყვეტას. გააჩნია აი ახლა ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, იმიტომაც ჩადის, რომ იქ სხვა რა ასე ვთქვათ მესიჯს გადასცემს ამერიკა, რომ თქვათ თუ არ დასთანხმდებით ჩვენ რამდენად გავაძლიერებთ უკრაინის დახმარებას, ხო? აქ ხო ეს მთავარია, თუ ომი გრძელდება, პუტინის გათვლა არის რა, რომ შემდეგი 2 წელი, შემდეგი 1 წელი ვის ხარეზე იქნება მეტი რესურსები, ვის ხარეზე იქნება მეტი უპირატესობა და აქ უკვე აქვს ამერიკას პოლიტიკური ნება, რომ ბაიდენზე მეტი მიცეს, იმიტომ ბაიდენი რასაც პირდებოდა, იმასაც ვერ აძლევდა, ხო, ბოლომდე და ეხა ჯერჯერობით ამ ადმინისტრაციას, რაც ჯერჯერობით მაინდა-მაინც დიდი სურვილი, რომ დიდი ხნით უკრაინის დახმარება გააგრძელოს, თან თუ ომი გაგრძელდა მასშტაბების გაზრდის მხრივ, ჯერჯერობით არ აჩანს. ხო, თუმცა თუ ვერ დაიყანო, შეეცდება მოკლედ ყველანაირად ტრამპ, ამის თქმა გინდა ტრამპის ადმინისტრაცია, რომ პუტინი დაიყოლიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ტრამპს მოუხდეს თავისი პირობის შესრულება, რომ თუ კი რუსეთი არ მიდის მოლაპარაკების მაგიდასთან, ის მეტ დახმარებას გაუწევს უკრაინას ამ ომში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ახლა პუტინიც, რა თქმა უნდა, პუტინს დიდი ალბათობით ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა, მაგრამ ასევე პუტინი თქვათ, არ ვიცი ახლა ტრამპს უარს ესეპირდა. პუტინის თავარი სურვილი ყოველთვის იყო, რომ უკრაინას დაბრალდეს ეს მოლაპარაკებების ჩაშლა და აი ახლა რადგანაც ბურთი რუსეთის მოედანზეა, ის რანაირად ეტყვის თქვათ ტრამპს უარს რა ხო, აი ეგ არის უკვე პუტინის გამოწვევა. რაც შეეხება ტრამპი, ნახოთ ის ერთგული იქნება თუ არა თავის სიტყვის, იმიტომ რომ მან ხო გუშინ თქვა, რომ თუ არ მოხდა ცეცხლის შეწყვეტა, ესე იგი მოლაპარაკებები ამ ეტაპზე იშლება, ხო? ფაქტია, აი ეს ცდილობა იშლება და უკვე გაგრძელდება, უკვე ბრძოლის ველზე უნდა გამოჩნდეს, ხო? შესაბამისად, აქ უკვე ტრამპი იძულებული იქნება, შეიძლება, ხო, დიდი ალბათობით ის იძულებული იქნება დაეხმაროს უკრაინას. ან მაშინ სრული მიტოვება გამოდის, რაც ჯერჯერობით არ ამგონია ასე ჯერჯერობით ამას პირი არ უჩანს. შესაბამისად, აი ესეთი ვითარებაა. გიორგი, კვლავ ჯიდას შედეგებს რომ დაუბრუნდეთ, რამ განაპირობა ეს პირველი შეთანხმება? ფაქტორი იყო მხოლოდ უკრაინის დათმობა თუ სხვა ვითარებაც? რა შეიძლება მივაწეროთ ეს პირველი წარმატება? ამერიკის წნეხი და რეალურად უკრაინამ რა დათმო, ხო, არაფერი არ დაუთმია, იმიტომ რომ ყველაფერი პუტინზეა დამოკიდებული და რეალურად ეს სწორი დიპლომატიური სვლა, რაც ასევე აქამდეც უნდა გაეკეთებინათ, რომ ყველაფერზე ტრამპს დათანხმებული იყვნენ და იმ იმედით, რომ პუტინი თქვათ ჩაშლის, ან პუტინი იქნება წინაღობა. და ეს ოვალური არ მოხდებოდა, აი ეს თქვათ ანგარიში რო ყოფილიყო, რომ ჩვენ ვიტყვით, რომ დიახ, თქვენ თანხმდებით ყველაფერზე და შემდეგ უკვე პუტინი გამოდის წინაღობად. მაგრამ ვინაიდან დღეს ესე იგი
ამ წნეხის შედეგად, ამერიკის წნეხის შედეგად უკრაინა დასტახდა ამერიკულ შეთავაზებას. ეხლა წნეხი უკვე ნახოთ ამერიკას რა რესურსი აქვს და რა ბერკეტები აქვს, რომ რუსეთზე განახორციელოს წნეხი, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ შეთავაზება მარტო ეს არ იქნება, რომ ერთი თვე ცეცხლის შეწყვეტოთ. აქ იქნება რაღაცა წნეხის ბერკეტები ან დაპირება, რომ თუ არ შეწყვეტ, რა შეიძლება მისცეს ტრამპმა პუტინს? სანქციების ესკალაცია, ან თუ წნეხს რაც შეეხება. ერთი არის სანქციები, რა თქმა უნდა, ტარიფები, მეორე უკრაინის დახმარების გაძლიერება, გაორმაგება, გასამაგება და მესამე არის იმდენად არაწნეხი, რამდენად დაპირება, რომ თუ ეს ერთი თვე ცეცხლს შეწყვეტ, მერე ჩვენ უკრაინას ვაიძულებთ რაღაც ისეთ პირობებზე წამოვიდეს, რაც შენ გაწყობს და რაც უკრაინას არ აწყობს. ესეთი რამეც ალბათ შეიძლება მოხდეს. კეთილი და ორი წუთი დაგვრჩა და ორი კითხვა რომ მოვასწროთ მოკლედ. უკრაინამ რა შეიძლება მიიღოს მოსკოვის წინააღმდეგობის შემთხვევაში ვაშინგტონიდან ისეთი, რასაც არ აძლევდა ბაიდენი? მე არ ვიცი, ხა სამხედრო ის მაღალი შორს როგორ არის შორს მავალი რაკეტები თუ მოკლედ ყველაფერი ბირთვული იარაღის გარდა თეორიულად შეიძლება ყველაფერი მიცენ ბირთვული იარაღის გარდა საკუთარი სამხედრო მარაგებიდან ან გაორმაგონ ხარდაჭერა და ასევე სასანქციო წნეხი გაუძლიერონ რუსეთს თეორიულად პრაქტიკულად რა მოხდება ეს უკვე სხვა საკითხია რა თქმა უნდა მინერალების შეთანხმების თემა ამ ეტაპზე უფრო ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხად იქცა თუ შეიძლება ვნახოთ შემდეგი ვიზიტი ზელენსკის ვაშინგტონში გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მუშაობას მინერალების შეთანხმების დასრულებაზე. შესაბამისად, ეს შეთანხმება ადრე თუ გვიან ალბათ დასრულდება და უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, ამერიკას აწყობს იმ კუთხით, რომ ის აი იშვიათ წიაღისეულს მიიღებს, მაგრამ უკრაინასაც აწყობს იმ კუთხით, რომ ის ასე ვთქვათ, ჩართავს ამერიკის ეკონომიკურ ინტერესს თავის ქვეყანაში და მეორე ხო, ამ მინერალების უმეტესობა ჯერ გამოუძიებელია საერთოდ რა არის მადანი რამდენია, ეს სერიოზული გეოლოგიური კითხვაა. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ბოდიში მეტი დრო აღარ მქონდა, საინტერესო იყო. გავაგრძელებდით სიამოვნებით. გიორგი ხატიაშვილი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვერდებოდა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორია, მასვე მშვიდობებით. ამით ფორმულას დღე დასრულებულია. მაყურებელს წინ ელოდება